ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე საქართველოს დასაქმებულების ხელფასი მინიმალურ საჭიროებებს არ აკმაყოფილებს და არ არის საკმარისი თვის გასატანად. საქსტატის მონაცემებით 2022 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საშუალო ხელფასი 2400 ლარამდე დაითვალა. თუმცა ცხადია ეს რიცხვები რეალობას არ ასახავს. რეალობის საუკეთესო ინდიკატორი და აპრობირებული მეთოდი მთელს ცივილიზებულ სამყაროში არის მედიანური ხელფასის დათვლა. მედიანური ხელფასი კი თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე საშუალო ხელფასი და 1330 ლარს შეადგენს. საშუალო ხელფასის რიცხვები გაზრდილი არის მაღალ ანაზღაურებადი სექტორის მაღალი ხელფასებით, ისეთ როგორც არის IT სფერო, ისეთ როგორც არის საფინანსო და სადაზღვევო სექტორები. ამავდროულად როდესაც მაღალია ანაზღაურება IT სექტორში, ძალიან დაბალია ხელფასი დღემდე სკოლის პედაგოგებისათვის, ბაგა-ბაღის აღმზრდებლებისათვის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისათვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩაუხრელად შრომობს ჩვენი ყოველდღიური სიკეთისთვის და ჩვენი შვილების მომავლისათვის. ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც პოზიტიურია უკანასკნელი თვეების განმავლობაში, კიდევ ერთი დასტური მედიანური ხელფასი არის იმისა, რომ ეს მაკროეკონომიკური რიცხვების ბენეფიციარები არ არიან საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა 1330 ლარიანი ხელფასის ფარგლებში ყოველდღიურად იბრძვის ფასების წინააღმდეგ, ყოველდღიურად იბრძვის გაორმაგებული კომუნალური გადასახადების წინააღმდეგ და გაჭირვებისა და სიდუხტიჭირის წინააღმდეგ ჯამში. საშუალო ხელფასის 2400 ლარა წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი პირდაპირ არის რიცხვებით მანიპულირება და სტატისტიკური ტყუილი. ეს რიცხვები იწერება არაორგანული ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში არაფერს მნიშვნელოვანს არ ტოვებს. ისეთი როგორც არის უაზროდ გაბერილი IT კომპანიები, რომლის ძირითადად საბოლოო ბენეფიციარები რუსები არიან. აგრეთვე იბერება იმ არაადეკვატურად მაღალი ხელფასებით, რომელიც ქართული ოცნების ჩინოვნიკებს აქვთ. იმ არაადეკვატურად მაღალი პრემიებით, რომელსაც ისინი ყოველწლიურად ინიშნავენ. იმ ენდემური და საყოველთაო ტოტალური კორუფციით, რომელიც რკინიგზიდან დაწყებული, ნებისმიერი მუნიციპალური სამსახურით დამთავრებული, ყველგან არის მოდებული, როგორც კიბოს მეტასტაზები. კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა და გაუაზრებელი ფინანსური წნეხი აი მთელი ამ ვითარების, მთელი ამ სიდუხჭირის და საზოგადო გაჭირვების ფონზე ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული გადასახადი, რომელიც ეხება ქონებას, ქონების გადასახადი საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ ქონების გადასახადი საქართველოში ითვლება 2005 წელს მიღებული ნორმით. რაც ნიშნავს, რომ ისეთი საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც რომელსაც 40000 ლარზე მეტი აქვთ შემოსავალი, ვალდებულები არიან, რომ დაადეკლარირონ თავის ქონება და ქონებისა და ხელფასის მოცულობის შესაბამისად გადაიხადონ ეს გადასახადი. 40000-იანი შემოსავალი ნიშნავს, რომ საშუალოდ ოჯახს უნდა ქონდეს 1000 ლარამდე შემოსავალი იმისთვის, რომ უკვე ქონების გადასახადის გადამხდელი იყოს. ეს ზღვარი უკვე 21 წელია არ შეცვლილა. ქვეყანამ განიცადა კატასტროფული ინფლაცია და ვალუტის კატასტროფული გაუფასურება, მაგრამ ეს გადასახადი ისევ ითვლება 40000 ლარზე და ძალიან ბევრ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს წნეხად აწევს. აბსოლუტურად უსამართლოა. მთელს ცივილიზებულ სამყაროში ქონების გადასახადი ეს არის ძირითადად დიდარის გადასახადი, სადაც ის ადამიანები, ვინც ფლობენ მაღალ შემოსავალს და დიდი რაოდენობით ქონებას, ისინი იხდიან ამ გადასახადს იმისთვის, რომ საერთო სიკეთეს მოხმარდეს. საქართველოში კი ფაქტიურად ყველა ოჯახი, რომელიც 1000 ლარიან ზღვარს სცდება, ანუ მათივე დათვლილ საშუალო ხელფასზე ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები შემოსავალი აქვს, ვალდებულია რომ ქონების გადასახადი გადაიხადოს. ლელოს შემოდის ინიციატივით და აუცილებლად განახორციელებს ამ ინიციატივას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს, რომ 40000 ლარიანი ზღვარი ოჯახისთვის აიწიოს მინიმუმ 100000 ლარამდე და მხოლოდ ასეთ მოქალაქეებს დაითვალოთ ქონების გადასახადი, ვისაც 100000 ლარი ან მეტი აქვს შემოსავალი. ამას არ გააკეთებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ ზრუნავს ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე, იზრუნავს საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და ჩვენი ქვეყნის მტრების ეკონომიკურ სტაბილურობაზე. გულისხმობ რუსებს. მადლობა.